ფრიად მაგარი, თითა, კლდითა, ხრამითა, ხევითა და ტყითა, შეუვალი გარე მტრისაგან, ჰავით არც კეთილმშვენი, ზაფხულს გრილი, ზამთარ თბილი და უქარო, მოსავლიანი, თვინიერ ბრინჯ ბამბისა, ნაყოფი ერებს, ყოლონი მარცვალნი, ვენახნი, ხილნი, ტილოვანი ყოლონი, ასე ახასიათებს რაჭას ვახუშტი ბაგრატი. რაჭა დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონია, რომელიც მოიცავს მდინარე რიონის ზემო აუზს და ბუნებრივი გეოგრაფიული საზღვრებით ზუსტად შეესაბამება ყურისა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიას. რაჭა იყოფა ზემო და ქვემო რაჭად. ფართობით 2836.4 კვადრატული კილომეტრია. რაჭა თავდაპირველად ყოფილა თაყვანის საერისთავო, რომელიც ეგრისის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. წერილობითი წყაროების მიხედვით თაყვერი მე-17-13 საუკუნეებში რაჭას ეწოდებოდა და ასევე ლეჩხუმსაც. რაჭის საერისთავო მე-10 საუკუნის ბოლოს უნდა შექმნილიყო. მე-13 საუკუნის 80-იან წლებში დავით მე-6 ნარინმა გააუქმა რაჭის საერისთავო და სახალხო მამულად აქცია. მე-14 საუკუნის 30-იან წლებში გიორგი მე-5 ბრწყინვალემ აღადგინა საქართველოს ერთიანობა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. საქართველოს სამეფოს დამთავრება დასჭრის შემდეგ მე-15 საუკუნეში რაჭა შევიდა იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში. იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთებისას ის გადაიქცა იმერეთის ოლქად, სადაც რაჭა ერთ-ერთ ოკრუგად შევიდა. 1841 წელს შეიქმნა რაჭის მაზრა. 1930 წელს მაზრული სისტემა გაუქმდა და შეიქმნა ონის და ამბროლაურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. ტოპონიმი შესაძლოა სატომო სახელს ჭამს უკავშირდებოდეს. რელიეფური თვალსაზრისით რაჭა მთაგორიანია. ჩრდილოეთ მხარეს განვითარებულია კავკასიონის მაღალი მთაგრეხილი 80 კილომეტრზე. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია შორა კედელას ქედი, ლეჩხუმისა და რაჭის ქედების ნაშთიებები, რაჭის ქვაბული და შაორის ტაფები. გეოლოგიური თვალსაზრისით რაჭა საკმაოდ საინტერესოა. რაჭის უდიდესი ცილო-მთიანი ზოლი აგებულია იურული და ცარცული ნალექებით. მეოთხეული, მდინარეული, ტბიური, სრული და სხვა ნალექებით. ცნობილია საწვავი და არაერთეული ნელეულის, სამშენებლო მასალის და მინერალური წყლების საკმაოდ დიდი მარაგი. შაორის ქვანახშირი, ლუყურის კულტურაში მდებარეობს არიცხარი, ქორდაში ბარიტი, მარმარილოთი, დელადო, ედისის ნაკვა. რაჭა ცნობილია მინერალური წყლების, კურორტების შოუი უწევა. რაჭაში ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სიმაღლითი ზონალობა. დაბალმთიანეთში ზომიერად სიზამთრიანი და შედარებით მშრალი ცხელზაფხულიანი ჰავისაა, ხოლო მაღალმთიან ზონაში თოვლიანი მთის ნოტიო ჰავა. რეგიონის მთავარ ჰიდროგრაფიულ არტერიას შეადგენს მდინარე რიონი. ის ბევრ წყალუხ შენაკადს იკრებს. აღსანიშნავია ჭაჭაკი, გარულა, ჯეჯორა, ბარეულა, საკაურა, ლუხური, აჯანურა. ძველიდან აღსანიშნავია ხვედის ტბა, დევის ტბა, შავი ტბა და შექმნილია შაური წყალსაცავი, რომელიც მეშვეობით ძირითადად ხდება ელექტრომომარაგება. წყლის უდიდეს მარაგს შეიცავს რაჭის ტბის ფრინველები, ზოოხიტო, კირტიში და სხვა. ნიადაგები და რაჭაში წარმოდგენილია ნეშოპალა კარბონატული ტყის ყოვრა, თან დელოს, ალუვიური და სხვა ტიპის ნიადაგები. მცენარეულობა ძირითადად წარმოდგენილია კოლხური ტყით, მარანწვანი და ფოთლოვანი ქვეტყით. აქ ძირითადი გავრცელებული ჯიშებია რცხილა, ფიჭვი, სოჭი, ნაძვი, მუხა და სხვა. აქ ასევე არის გარეული ხილიც, როგორიცაა პანტა, მოცვი, ძახველი და ასე შემდეგ. აქ ტყის ძირითადი დანიშნულებაა წყალშენახვა და ნიადაგის დაცვა. რაჭა ბუნების ძეგლი დიდარი მხარეა. აღსანიშნავია კარსტული ღუმები და გადაადგილებული ნოდები. ასევე აღსანიშნავია უშოლთის, ცარცის, შარიულის, ხაჯვარის, უდაროს ღვიმე, ხავას საყიდული და სხვა. რაჭაში მრავლადაა არქიტექტურული ძეგლებიც. ნიკორწმინდის ტაძარი, მრავალძალის, წმინდა გიორგის ეკლესია, ბარაკონის ეკლესია, მინდა ციხე, ციძრო ციხე და სხვა. მაქვს კერძს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. ჩემთვის დიდებული სხივი გამობწყინდა. ყვიდრა დააშენა, ვინას აშენა და ცით დაამშვენა. დიდი ნიკორწმინდა. გზნებით დამკარგავი, გრძნეულ შუქურთმებით. ქარგით დამქარგავი, ნაზი შუქურთმებით. ნეტა ვინაზიდა, ან როგორ აზიდა, რა ხელმა აზიდა, მაღლა ნიკორწმინდა.
რა განძი ჰქონია რამხნე რამდიდარი ჟღერს ქვის ჰარმონია დარობს რამდიდარი კარგად გამოყვეთა ვინაც გამოყვეთა სიბრძით გამოყვეთა ძლავრი ნიკორწმინდა ყოფაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ღორის მოვლა მოშენებას ღორიდან რაჭაში ლორს ამზადებდნენ და ამით იყო საქართველოში ცნობილი. მრავალძლის ტაძარი მე-11 საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძლის მიდამოებში. ეს გახლავთ ბაგრატ მესამის მიერ აშენებული ტაძარი. და იხოცებოდნენ. მივიდნენ რა და შესთხოვეს ეკლესიაში, რომ რაღაცა გამოსავალი ვიპოვოთ და უთხრეს, რომ ამ მტრედი სადაც აფრინდებაო. და რო დაჭდებაო, სადაც დაჭდება იქ აშენებთ სალოცავს, მიგვარი სალოცავსო და ამრიგად მიყვებოდნენ მტრედს და სადაც ჭდებოდა ყოველ ჯერზე ეგონათ რომ აქ უნდა ეშენებიან, მაგრამ მტრედი ისევ აგრძელებდა გზას და მეცხრე სადაც დაჭდა იყო ეს ადგილი. ამიტომ ქვია 9 ჯვარი და აქ ადგილას დაჭდა ეს. ხო, 9 ადგილას დაჭდა. ეს იყო მე-9 ადგილი. ქვემო რაჭაში მევენახეობა მეღვინეობა წამყვანი დარგი იყო. აქ ძირითადად დაბლარი ვენახი იწოდნენ. არსებობდა ტალავარიც, რომელსაც ჭურის თავებისა და ეზოს საჩხლეობლად იყენებდნენ. საყოველთაოდ ცნობილია რაჭული ღვინო ხვანჭკარა, რომელსაც ჯერ კიდევ 100 წლის წინ ყიფიანის ღვინოს უწოდებდნენ. მას ორი ადგილობრივი ვაზის ალექსანდროვის და მუჯურეთული შერევის შედეგად აყენებდნენ. საოცრად გატარებული დღე რაჭაში. ახლა ჩვენ ვიმყოფებით სოფელ მრავალძალში. მოვილოცეთ მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარი ზღვის დონიდან 1850 მეტრის სიმაღლეზე. ესეც ჩვენ ძალინჯიხიდან. რაჭა საუცხოო ბუნება და თბილი მასწავლებელი. ასე განიხასიათეს მეგობრებო. მე ვერ წავედი რაჭაში, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა დაუსწრებლად მომგზავრა. ბევრი რამს მენია რაჭა. მე მეგობრებს მომავალში მიმოგზავრა.